მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვეხმაურო გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში წამების ფაქტს, რის შესახებაც გახდა ცნობილი ცოტა ხნის წინ, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით სამარტო საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ და მიღებული მძიმე დაზიანებების გამო გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, გიორგი ბაჩიაშვილს მინდა გამოვუცხადო ჩვენი სახელით, პარტიის სახელით, უპირობო სოლიდარობა, ის არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე და ბრალს იხდის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის წინააღმდეგობაში შევიდა ბიძინა ივანიშვილთან. ნორმალურ ქვეყანაში ბუნებრივია აქვე მოვითხოვდით ფაქტის გამოძიებას, იმიტომ რომ ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც სამარტო საკანში მყოფ პატიმარს აწამებენ და მასზე არის ფიზიკური ანგარიშწორება, მაგრამ რა თქმა უნდა, რუსულ დიქტატურაში, სადაც ძალადობის ავტორი თავად რეჟიმია, თავად სისტემაა, ასეთი გამოძიების მოთხოვნას აზრიც კი არ აქვს. ამიტომ ერთადერთი შეფასება, რასაც გავაკეთებდი, არის ის, რომ ეს უნდა იყოს გაფრთხილება ივანიშვილთან მოთანამშრომლე ნებისმიერ პირთან. იქნება ეს დღევანდელი თანამდებობის პირი, არალეგიტიმური მთავრობის, იქნება ეს მისი პროპაგანდისტი, თუ იქნება ეს ბიზნესმენი, რომელიც დღეს თანამშრომლობს ივანიშვილის რეჟიმთან. კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ ხვალ და ზეგ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ. და ბიძინა ივანიშვილი და ამაზე მეტყველებს ყველა ფაქტი, ყველაზე დაუნდობელი არის სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან ერთდროს თანამშრომლობდნენ. მეორე საკითხი, რაც მოკლედ მინდა შევაჯამო, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში. ჩვენ გუშინ დაუბრუნდით ლონდონიდან, სადაც ჰქონდა არაერთი შეხვედრა პარლამენტის წევრებთან ყველა პოლიტიკური პარტიიდან, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში და მინდა გითხრათ, რომ ის განცხადება, რომელიც გავრცელდა 16 ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს და გაერთიანებული სამეფოს სახელით, რა თქმა უნდა, მთავარი აქტორი ამ განცხადების შემუშავებაში სწორედ გაერთიანებული სამეფო იყო. ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სირიამ გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარება და ბევრ სხვა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ბიძინა ივანიშვილზე პერსონალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, სადაც დიდ ბრიტანეთს შეუძლია გაცილებით უფრო სწრაფად მოქმედება, იმიტომ რომ ის არ არის შებოჭილი ევროკავშირის კონსენსუსის წესით. ბიძინა ივანიშვილი უნდა ელოდოს მოქმედებას დიდი ბრიტანეთისგან, რაც აღნიშნული იყო მათ შორის იმ განცხადებაში, რომელიც სწორედ იმ დღეს გამოქვეყნდა, როდესაც ჩვენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა გავმართეთ აღნიშნულ საკითხზე. ბოლოს, რა თქმა უნდა, დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ასევე მოკლედ მინდა გამოვეხმაურო იმ პოლიტიკურ ქორწინებას, რომელიც როგორც ჩანს შედგა გიორგი გახარიას და ლელოს შორის. სამწუხაროდ მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი შეფასებით ეს არ არის თანამშრომლობის პაქტი გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის, ეს არის თანამშრომლობის პაქტი ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დღეს გაფორმდა ეს პაქტი სამწუხაროდ და ჩვენ ყველაფერს უნდა დავარქვათ თავის სახელი. მესმის, რომ სამწუხაროდ ქართულ პოლიტიკაში ფული ბევრ ამას წყვეტს, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ ძალიან კარგად. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ შევძლებთ, რომ ის კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია არ შედგეს და საქართველოს არც ერთმა პატრიოტმა მოქალაქემ მონაწილეობა არ მიიღოს 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში, იქნება წარმატებული და ჩვენ ერთიანი ძალებით დავიბრუნებთ ჩვენს სამშობლოს.